ჩიხურა მე-16 ტურის გადადებული მატჩი მარტვილის მერანთან მცხეთაში ჩაატარა. საჩხერელებმა ანგარიში უკვე მერვე წუთზე გახსნეს. ნიკა კვასკვაძე მეტოქეს ბურთი აართვა და დიმა ტატანაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მერანი მეორე ტაიმში მოედანზე მობილიზებული გავიდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. წონასწორობის აღდგენა შეეძლო ლაშა კუჭუხიძეს, რომელმაც ამ შანსით ვერ ისარგებლა. საჩხერელებმა კი თავისი მომენტი გამოიყენეს. გიგა ბეჭვაიას გადაცემის შემდეგ მერანის კარის ბატე ჯაბა ჯიღაურმა შეარყია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-0 ჩიხურას სასარგებლოდ. ძალიან რთული თამაში იყო იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი დაგვერყვა სავარჯიშო ციკლი, იმიტომ რომ ორი დღე თითქმის არაფერი გაგვიკეთებია და ორივე გუნდისთვის რთული იყო და თან ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაში. მე ვფიქრობ, რომ ის შედეგი რაც ჩვენ გვინდოდა, ამას მივახციეთ და მადლობის მეტი არაფერი მეთქეს ბიჭებს და მოდაქეს წარმატებას. ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ, საკურნო ცდულიდან გამომდინარე. თამაშიც უკვე მე-7 თამაში წავაგეთ. თამაშსაც შეეხება ძალიან კარგი გუნდია, საჩხერეს გუნდი. ვცდილობთ მათთვის ფეხბურთელებს რო ავიღოთ შესაძლებლობებს უსტატობას მაღალი აქვს და ვცდილობთ რომ კონცერტებზე გვეთამაშათ. რაც შესწავლის გამო მივიღეთ გოლი. ამის შემდეგ ცოტა დაალაგდა თამაში, ამ მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაში იყო ეპიზოდები, რომელსაც უპირატესობას ვცხოვრობდი, მომენტიც იყო, ვერ გავიტანეთ და ბოლოს კიდე ესე დასანანებული მივიღეთ რა. ავაგეთ მეულოცა გამარჯვებას. რუსთავში მეტალურგმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. უპირატესობას თავიდანვე რუსთაველები დაეუფლნენ და მე-17 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გოლი გურულების შეცდომას მოჰყვა. ჩირგაძე მცველებს ადვილად გაექცა და ფლანგზე გაიჭრა. მეკარეს udro-udros გამოვიდა კარიდან და მეტალურგის შემტევმა ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ორჯერ შეეძლო სხვაობის გაზრდა. მე-40 წუთზე კორღალიძემ კირკიტაძე ბრწყინვალე პასით გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ თავდამსხმელმა დარტყმას დააგვიანა. ვერც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და საერთოდაც საკმაოდ დაბნეულმა მომენტი გაანიავა. 5 წუთში მსგავს სიტუაციაში სიხარულიძე აღმოჩნდა, რომელიც ჯერ მშვენივრად დაუწყდა ორ მცველს, თუმცა შემდეგ აღარც ჩირგაძეს გაუკეთა მარცხნივ საგოლე გადაცემა და ვერც თვითონ მოახერხა კარში კარგად დარტყმა. მეორე ტაიმი მასპინძელთათვის უკეთ დაიწყო. 59 წუთზე გიორგი გავაშელიშვილმა საჯარიმო ბრწყინვალედ გამოიყენა და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ერთი ბურთის გაქვითვა ლანჩხუთელებს 69 წუთზე საჯარიმო დარტყმითვე შეეძლოთ, თუმცა გრიგოლ ბედიაშვილმა ბურთის მოგერიება შეძლო. 3 წუთში კი გურულებს კიდევ ერთხელ მოუწიათ თამაშის ცენტრიდან განახლება. ბობიაშვილთან პირისპირ დარჩენილმა ჩირგაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს. კობა შალამბერიძის დაწყებული შეტევა მამუკა ტორონჯაძემ კარგად გააგრძელა და მეტოქის კარი აიღო. მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. კარგად იცით რა სიტუაციაა ჩვენს გუნდში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში. არ გვაქვს ნორმალურად ვარჯიშის და მომზადების საშუალება. უკვე დიდი ხანია მხოლოდ თამაშის წინ ვახერხებ ჩეკრებას. გადაუჭრელია ფეხბურთელთა საცხოვრებლის პრობლემებიც. მაინც იმედი მაქვს რომ სიტუაცია ადრე თუ გვიან გამოსწორდება. ნათელი წერტილია ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც მართლაც გამოირჩევა ერთგულებით და ბოლომდე გვერდში დგომით. ჩემპიონატის პირველი ნაწილი თითქმის დამთავრდა და შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის წინაშე დასმული ამოცანა შესრულებულია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. პრინციპში ჩვენთვის სასურველი შედეგი მხოლოდ 3 ქულა იყო, რასაც მივახციეთ. მე ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმნით. და მე ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება, ალბათ ჩვენ უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე და მე ვფიქრობ, ის დავალება რაც გქონდათ ფეხბურთელებს, გავართვით თავი, შედეგად მივიღეთ, რომ თამაში მოვიგეთ. ტორპედო დიდთოვლობას მცხეთაში გაიქცა, მაგრამ მარცხს სამჯერადაც ვერ გადაურჩა. სარაგოსა მულეტის გაწვრთნილებმა ზუგდიდთან წააგეს. უგოლო და უფერული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში შოთა ლომიამ და ირაკლი ეხვაიამ გაიბწყინეს. 59 წუთზე ლომიას გადაცემის შემდეგ ეხვაიამ ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა. ზუსტად 2 წუთში აბსოლუტურად იდენტური გოლი გავიდა. ასისტენტი კვლავ ლომია იყო, გოლის ავტორი ისევ ეხვაია. დარჩენილ დროში ტორპედო მეტოქეს შტურმი მოუწყო, მაგრამ მხოლოდ სხვაობა შეამცირა. უბილავას გადაცემით რევაზ ბარაბაძემ ისარგებლა. 31 აგვისტოს შემდეგ ზუგდიდელებმა პირველად გაიმარჯვეს 2-1. წარმატებელი სერია დამთავრდა როგორც იქნა და ალბათ მაქსიმალურად
მომზადებით მეორე წრისთვის ახლა ერთი თამაში დარჩა ოლიმპთან მაქსიმალურად ვეცდებით რომ სამი ქულა ავიღოთ და მეორე სეზონისთვის ალბათ უფრო დაალაგდება გონჩეთ სიტუაცია და უკეთ ავთამაშდებით. მე მინდა პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს მადლობა მოვუხადო ასეთი თამაშისათვის, მაგათაც ჩადეს ყველაფერი რაც შეეძლოთ მაქსიმალურად იმძოლეს. ჩვენ ვიცოდით რომ მოვიდოდა ეს დღეს რომ გამარჯვებაც იქნებოდა, იყო გამომდინარე იმიდან რომ მთელი კვირა, მთელი თვე რაცა ჩვენ ვარჯიშობთ, ამ ბიჭების დამსახურება იყო, ამათ მთელი კვირა ეთყობოდა და ასეთ ამინჩი ასეთ პირობებში როგორ ვარჯიშობდნენ, დღეს გამარჯვება მაგათ ეკუთვნოდათ. იმიტომ მაგით მთელი კვირა, მთელი თვეები ემზადებიან მაგისთვის რაც შეიძლება სეზონის ბოლოს რო იტყვიან ბოლო თამაშები განსაკუთრებით იყვნენ ფორმაში და იყვნენ ყველაფერი ჩადეს რა თქმა უნდა რაც შეეძლოთ მაქსიმალურად. ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდი და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა. ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში აირია, როდესაც 2 წუთიან მონაკვეთში დასანანი გოლები გაუშვით. ზუგდიდი თავს 11 ფეხბურთელი იცავდა. ამის მიუხედავად მაინც ბევრი მომენტი შევქმენი და სამწუხარო ამ მხოლოდ ერთი რომ ვისარგებლეთ. Many chances and we don't score. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა დილამ ჩიხურას უმასპინძლა. ძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაც იდგა, მაგრამ მასპინძლობა სამხედროების დახმარებით მოედნის საფარით თოვლისგან გაასუფთავეს და თამაში მართალია 15 წუთის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო. მიუხედავად ამინდისა, შეხვედრა, რომელიც გორელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, საინტერესო სანახავი გამოდგა. დილას დაწინაურების შანსი დებიუტშივე მიეცა. პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა სტანდარტულიდან შექმნეს და სტუმართა კიპერის გმირობაც აქედან დაიწყო. მალევე მან საკუთარი კარი ქვილითაიას ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგაც იხსნა. პირველ ტაიმში შანსი მიეცა მოდებაძესაც, რომელმაც გურულის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა. იმავე მოდებაძემ კიდევ ერთი შანსი ტაიმის მიწურულს გაუშვა. მისი თავური ჯერ მცველებმა მოიგერიეს, დამატებაზე კი სიზუსტე დააკვირა. სტუმრები აქცენტს ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ, მაგრამ შეგადაშიგ თავადაც უტევდნენ, თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე არ მისულა. ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. კულმინაცია კი უკანასკნელი წუთები იყო. მასპინძლების შეტევაში დიდი ძალებით გადავიდნენ და მიზანთანაც ახლოს იყვნენ. მაგრამ ჯერ ყონღაძეს არ გაუმართლა საკუთარი წამოწყებული შეტევის შემდეგ, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზეც ვერავინ ივარდა. შემდეგ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ქვილითაიამ ვერ ივარდა. გორელთა ახალგაზრდა შემტევ სომხიშვილმა აჯობა და საბოლოოდ შეხვედრაც უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა პირველი საშინაო მარცხი განიცადა და თბილისის დინამოს ვიჯორჯიამ მოუგო. სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და მიზნის მიღწევა შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. სახიფათო გამოდგა გიორგი ჯანელიძის შეტევა. დინამო გიორგი ლორიამ გადაარჩინა. საგოლე მომენტი ჰქონდა დინამოსაც, მაგრამ გია კვარაცხელიას დარტყმაზე მეკარენიკა დაუშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა. შესვენებაზე დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მომავალი თაობის ფეხბურთელები დააჯილდოვა. დინამოს აკადემიის 13 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ოთარ გაგნიძე ავარჯიშებს, 13 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დინამიადის ფინალში მოსკოვის დინამოს 3-2 დაამარცხა. მეორე ტაიმში დინამო გააქტიურდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ მატჩის მიწურულს შექმნა. გიორგი მერებაშვილმა მეკარესთან პირისპირ ჯაბადვალი დატოვა, რომელმაც დაუშვილს ვერ აჯობა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 91 წუთზე გავიდა. ირაკლი ღიბრაძის გადაცემას ვიჯორჯიას ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე გამოიხმაურა და დინამოს კარი აიღო. დარჩენილ მცირე დროში დინამომ ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 0-1 დამარცხდა. მზადება იყო დინამოსთან ისეთი, რომ შეგვიძლია რომ ნიჩიაზე გვეფიქრა, ძალიან მზადებოდით და რავი, ვფიქრობდით რომ რაღაც წარმატებას მივახცევთ ნიჩიის სახით. ჩემი გოლი კიდე, რავი, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. ხარ ველოდებოდით მართლა. სამქულას არ ველოდებოდით მართლა. გუნდს ეტყობოდა რომ არ იყო ბრძოლისთვის განწყობილი, ეს ალბათ შეუფასებლობის ბრალი არის, მოწინააღმდეგე არ შეაფასეს, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ თავში ძალიან დარწმუნებულები იყვნენ ამ გამარჯვებისთვის. ამ ფაქტის ახალზე არის, რომ გუნდს ეტყობოდა რომ საერთოდ არ მოძრაობდა, არ ბრძოლობდა, არ ქონდა ჟინი გამარჯვების და ძალიან ინერტულად თამაშობდნენ და შედეგის ახალზე არის, იმიტომ რომ სტადიონზე თუ არ იმუშავე და თუ არ იბრძოლე, ძალიან რთულია თამაში მოგება ეს. ლოგიკურიც არის, ლოგიკურად მივედით შეცდომებით, ძალიან ბევრი შეცდომებით მივედით იქამდე თამაშს ავაგეთ. ეს უნდა გამოვსწორდეს აუცილებლად თვითონმა ფეხბურთელმა, თვითონმა ჩვენთაგან უნდა გავიგოთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სტადიონზე გამოვიდეთ ღირსეულად და გამარჯვებით მოვიპოვოთ. რუსთავის ფოლადზე სიონმა მერანი დაამარცხა. პირველი საგოლე მომენტი ბოლნისელებმა დაახლოებით მე-20 წუთზე შექმნეს, როცა ჯერ ქემოკლიძე ცდილობდა გატანას, შემდეგ კი სვანიძე. ჯემალ გაბუნიამ ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა. ანგარიში მატჩის 30 წუთზე გაიხსნა. გოგობერიშვილმა ჯარიმა შეასრულა. ყველას დავით სვანიძემ დაასწრო და ზუსტი თაურით სიონი დააწინაურა.
ამას მარტვილელთა შეტევები მოჰყვა. განსაკუთრებით სახიფათო პაპუნა ფონიავასა და შოთა კერძევაძის დარტყმები იყო. ორივე შემთხვევაში უშეცდომოდ ითამაშა ბოლნისელთა მეკარემ ზურაბ ბათიაშვილმა. მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძლიერი ქარი მოთამაშეებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. საბოლოო შედეგი 2-0 შეხვედრის ბოლო წუთზე დაფიქსირდა. თორნიკე აფციაურის კარგი გადაცემის შემდეგ ბურთი კარში ვალერი აბრამიძემ გადაგზავნა. თამაშიდან გამომდინარე ალბათ მინიმუმ ფრე უნდა დამთავრებულიყო სათამაშო მომენტებიდან გამომდინარეც პირველი ტაიმი თითქმის ხარისხითაც ისედაც ბრძოლითაც ბიჭებმა მადლობის მეტი ჩვენი ბიჭებისთვის არაფერი არ მეთქვის ყველაფერი ჩადეს მაგრამ აი დასანანი სტანდარტული ერთიც მეორეც ისეთი მივიღეთ რომ ამან გადატეხა თამაშის ბედი ძალიან სერიოზული ქარი იყო და თამაშის ხარისხი ვიცოდით რომ არ გამოვიდა კარგი რაც გამართლდა უფრო მეტი ბრძოლა იყო ქარი ძალიან ხელს უშლიდა ორივე გუნდს შეტევის შიან დაცვის ფაზაში მონაწილეობას და აქედან გამომდინარე უფრო ბრძოლაზე იყო ორივე გუნდმა კარგად ითამაშა უფრო ვიტყოდი რომ უფრო მეტი ჩვენ გაგვიმართლა და პირველ ტაიმში ქარი საწინააღმდეგო თამაშობდით კარგი გოლი გავიტანეთ გაგვიმართლა და მეორე ტაიმი უფრო ქარი გვეხმარებოდა და შევინარჩუნეთ ანგარიში და ბოლო წუთებზე კონჩეტევაძე მეორე გოლიც გავიტანეთ